მოგესალმებით, დღეს 5 ივლისია და ეს არარატის მთები არ არის. ეს ციუგონბორია, მაგრამ ჩვენ დღეს მივდივართ სომხეთში, ერევანში, რომ ვიაროთ სომხური დრაგი. სუპრა გავაკეთეთ, ძალიან ელემენტარული პრობლემა ჰქონდა და აი, უბრალოდ უძილობის ბრალი იყო და სიჩქარის ბრალი იყო. ხოძია, დაბალ წნევაზე გავდივართ ერევანში, უბრალოდ გვინდა რომ გავტესტოთ. ნახოთ სომხური დრაგი, ასევე ბიჭები გამოდიან რაკერა და ტატო და იმათ უგულშემატკივრებთ, ჩვენც მონაწილეობას მივიღებთ. პორტალის სახელით მივდივართ მეც, რაკერაც და ტატოც, ტეტეთი მოდის ტატო. ჩვენი სპონსორია პორტალი, ასევე ლიქვიმოლი და რა ვიცი, წესით კაი კადრები გამოვა. გავერთობით ჩვენც, სუპრით გამოვდივარ ეგ უეჭველი და X3-ით მივდევთ მაინც უკან, რომ რა იცი რა ხდება. ერთი სომხური მანქანა იყო აქ გალფის M4 და როგორც ვიცი რა ყველაზე ჩქარი ეგ აყავს და მაგასაც პატარაზე კონკურენცია გაუწიე აქ და იქ ნუ ჩვენზე ჩქარი მაინც არის, მაგრამ დრაგია და ყველაფერი ხდება. გავერთობით, კაი ვიდეოს შემოგთავაზებთ, კაი კადრებს ავიღებთ და ყოველ მას შევჭამთ კიდე. ჩავალთ და გავსინჯავთ. ნავყოფი არ ვარ სომხეთში და რა ვიცი, თომასაც გავსინჯავთ ერთი. რა იქნება, როგორ იქნება და წავედით, უყურეთ, კაი ვიდეო გამოვა, სახალისო ვიდეო გამოვა, გასართობი ვიდეო გამოვა, ბიჭებსაც უგულშემატკივრებთ. всё, თქვენ კი რა დაგჩენიათ, გამოიწერეთ არხი ეხლავე და გააგრძელეთ ყურება. ახპერჯან, მოკლედ ჩამოვედით, ვიმყოფებით სომხეთის საზღვართან. პირველად გადავდივარ სომხეთში არ ვარ ნავყოფი. სიტუაცია არ ვიცი და რაღაც ქაოსია, იმიტომ რომ გინებები რიგებზე და რაღაცეებზე მიდის, ჩვენთვის ზორში ვდგევარ და ვიღაცეები უკნიდან ერთმანეთს ასწრებენ და მაგარი გაურკვევლობაა. ბიჭებს გავგზავნი ფეხით, როგორც ვიცი, მარტო მანქანებზე მჭირდება დიდი რიგი რა, ფეხით ადვილად გადავდივართ. ორივე მანქანა უნდა დავაზღვიო პლუს ევაკუატორი, საბუთები გავამზადე წინასწარ. არ ვიცი, გადავალთ მალე ალბათ და მერე უკვე სოფურად დაგელაპარაკებით, საზღვარს რო ვკვეთავთ ავტომატურად, როუმინგი გვერდება და ნახოთ ერთი დრაგი აჯობებს თუ ტოლმა. მოკლედ 6 საათია, სომხეთის საზღვარს გადმოვაღწიეთ. პატარა რჩევა იქნება ჩემგან, რომ ევაკუატორზე დადებული მანქანა არ წამოიღოთ. თორე აი ჯვართ მაცვეს ივენა ვერ ვიგებდით არა უნდა და
რუსული მეც არ ვიცი კარგად. იმათაც კარგად არ იცოდნენ, ალბათ, რავი, არ ვიცი. მე ჩემი რუსულით ვერ ვაგებინებდი, ისინი თავის რუსულით ვერ მაგებინებდნენ, რომ ობრაზდებოდი ქართულს ურთავდი და მაგაზე ვაფშე იშლებოდნენ, რაზე გველაპარაკები ვერ ხვდებითო. მოკლედ ყველა ელექტრონული სისტემა არ აქვს რა, ფურცლებს გატანენ აქეთ და იქით და სადღაც რაღაც შეეშალათ რა, საბუთი გამატანეს შეცდომით. იქიდან გამოგზავნეს უკან. ესენი მაგზავნდნენ აქედან სწორიაო, ისინი მაგზავნდნენ იქიდან არასწორიაო და ბოლოს ამ ბიჭს მოვკიდე ხელი მეთქი წამოვყევი რა. და იქ მე ის ბიჭი დატუქსეს და გამოუშვეს მოდითო და პირდაპირ გაგვიღეს ბოლოს შლაგბაუმი. ყველაფერი გავლილი ქონდა, პროსტა ბოლო კარებში აღარ გუშვებდნენ რა. დრაკონი დაგვამარცხევინეს ბოლო კარებში. და მოასრულეთ დავკარგეთ 3 საათი. 3. ამ თლიან საბაჟოზე, თავისუფალი ზონიდან სომხეთის საბაჟოზე შესვლაზე და გამოსვლაზე 3 საათი გაგვივიდა ისე რომ აი ვერ გავიგეთ. ანუ პატარა გამოცდილება, თუ გინდა სომხეთში წახვიდეთ, ევაკუატორით მანქანა არ წაიღოთ. ჩვეულებრივ მანქანაზე პრობლემა არ არის. ევაკუატორს ხედავენ, აი არ ვიცი რატომ მიგაქვთ, რისთვის მიგაქვთ, იქ რა გინდათ. მიუხედავად იმისა, რომ საბუთი ჰქონდა სომხეთის საავტომობილო ფედერაციის რაღაც მოწვევის საბუთი ჰქონდა რა, რაკერამ გააზრო და დაგვეხმარა სპირტების გადატანაში, სპასიბა რაკედან. რა მივდივართ ახლა დარჩენილი გვაქვს 197 კილომეტრი. ერევანში დავბანაკდებით და დილით დრაგია. დრაგზე არ ვიცი X-ითაც გავალ თუ არა, მაგრამ ტყუილად ხო არ ვიარე X-ი. აქ ჩამოსულზე X-ითაც გავალ და 10 9 რავი 10 დაში X-ით ვივლი სტაბილურად რა. რავი სუპრაციულის 10 დაში იმედი მაქვს და ნახოთ რა იქნება. თან აი იმათ ხო დამღალეს ვაფშე პროსტატიპები რო იშთებიან და რო აინტერესებს ევაკუატორიდან რაც მიგაკ საბაჟოზე ხო დავიღალე და გავლენმა ტიპებმა ხო იმენა შემჭამეს კაპოტს აგვიხადეო და ბოლოს მებაჟე მითხრა ევაკუატორიდან თუ ჩამოიღებო და ერთ წრეს დაგვარტყმევინებო გაგიშვებთო. მეთქი რავი ჩამოვიყოთ ამის დედას, მაგრამ მაინც ვერ გამიშვა და მე კიდე აღარ ჩამოვიღე და აღარ ვაკატავე. ბიჭო ალექსას ბოლო კადრები წააშლევინეს, რაღაც კაი კადრები ქონდა აქ ჩასასმელი და მებაჟე დაადგა რას იღებო და ხო წავშალეთ და ეხლა ნაგვის 5-დანაცო იმენა ნაგვის 5-დანაც select მონიშნა და თავის ხელით სანამ არ წაშალა ისი არ გუშვებდნენ. მე ვაფშე უთხარი მე გიგზეს ნაგ ბრატ. დამოჟნიაო ჯიგარო და ყველაფერი წაგვაშლევინეს, მაგრამ საიდუმლო პაპკებში გადავანაწილეთ. მოვახერხეთ. მანამდე რაღაც ხლეობები მქონდა გადაღებული და ძალიან ისე ხო რა ზემოთ. ეგ არის, რაც თავარია გავახცეთ. უკანა გზაზე აღარ ვიწვალებთ, აქ 2 დღეში სომხურს ვისწავლით და დაველაპარაკებით თავის ენაზე. გარიკა მიშველა კიდე, სპასიბა გარიკ. უყურებ ვიცი ამ ვიდეოს. მებაჟეს ვალაპარაკე უკვე კაროშე რომ დავიღალე შემშალეს ტიპებმა. ხო, კაი გზები აქვს თუ ამბობენ და რა ვიცი. ჯერჯერობით რა ბიჭებმა გადათხრილიაო, ალაგა სერიოზული გადათხრილებიაო და ჩვენ რო რუსთავის ხრიდან წამოვედით, ეთქვა თელავიდან რო დავიზარით და რუსთავის ხარჯს რო წამოვედით, ჩვენ მაგზაზე არ მოხვდით. ეგ ალბათ ბოლნისის ხრიდან არის ეგ გზა გაფრჭებული. აქედან უსაკაიფო გზა იყო რა, ჩვეულებრივ ვიარეთ რა. მოკლედ ჩამოვედით ერევნამდე დარჩენილია არ ვიცი 70 კილომეტრი მგონი და გავაჩერეთ აი Windows-ის ბუნება დახვდა რა. ბუნება ძალიან მოგვეწონა.
რაზეც ვერ ვიტყვით მომსახურებების სფეროზე, იმიტომ რომ ევაკუატორზე რო გვედო მანქანა, აი დაგვათენეს ზედ 3 საათზე მეტი ვიყავით გაჩერებული წეღანაცავ თქვი და ეხლაც ვიტყვი რომ აი ვერ იგებდნენ რა უნდა გაეკეთებინათ თვითონ. ერთი პუნქტიდან მეორეში მაგზავნდნენ, იქიდან უკან მაგზავნიდნენ. რავი, ლამაზია ძალიან. ძალიან მიხარია რომ წამოვედით, მიუხედავად იმისა, რას ვიზავთ და რომელ ადგილს დავიკავებთ. ძალიან დიდი მადლობა სპონსორებს, რომ დღეს ჩვენ აქ ავართ, Liquimals და პორტალს, Gez Motors და რა ვიცი, რამეს ვიზავთ, რაც უდათ არ ვიყოთ. ეხლა გავიგეთ, რომ წებო დაუსხიათ ბიჭებს, ავტობანი აქვთ დაკეტილი და წებო უსხიათ. სუპრაზე წვიმის ლიკები მიყენია და წებოზე არ ვიცი, როგორ ივლის, რა კერას დაურეკე წეგან და არც მე არ ვიცი, აი პირველად თუ აქ წებოსთან შეხება და აი გავტესტავთ რა, თუ ვერ იარა, შემდეგისთვის გვეცოდინება, რომ წვიმის ლიკით სომხეთში აღარ უნდა წამოვიდეთ. გამოცდილებას მაინც მივიღეთ. წავედით ახლა დავბინავდებით, მერე მაგრად შევჭამთ და დაველოდებით დილის 9 საათს, რომ მივჩერდეთ და მივიდეთ და ვნახოთ საფარი. Кто самые гостеприимные люди в мире? Кто? Армяне всего мира. Biçemi davde. სუპრას გარაჟში გაგიჩერეთ, თუ აი ენანაირად აღაბირავენ ოპციებს ყურადღება და რავი, კაროჩე რა. ესენი არიან 545 დრაგზე ჩამოსულები და Z4 ტიპიდან კიდე წინა დრაგზე ჩამოსულები ბიჭები. და რავი, აი ჩამოვედით და გადმოხდნენ ზელი რა. თავად ხედავთ რა ხდება. ბიჭებიც კმაყოფილები არიან. ღამის 2:10 წუთი, დრაგამდე დარჩენილია დაახლოებით 9 საათი, არც კი 8. 5 ბოთლი არარატი დავლიე. გაგორდა. 5 ბოთლი არარატი დავლიეთ 4 კაცმა. ბიჭო და მაგარია ბიჭო, ანუ ვაღიარებ რა. ვეფხისტყაოსანი ჩვენია. ხინკალი ჩვენია, წვადი ჩემია, მაგრამ კაბაბი და კონიაკი მართლა ამათია. გათენდა 9 საათია დილის, ჩამოვედით, ცოტა ვიპახმელიეთ, გუშინ დავლიეთ ძალიან ბევრი. არ ვიცი, შეიძლება ალექსმა რაღაც კადრები აიღოს, მე არ მახსოვს. დავლიეთ 5 ბოთლი არარატი დავლიეთ, იმენა დავლიეთ თან და ბიჭებმა პატივი გქცეს მოიკაზე გაგვაჩერებინეს მანქანა რა. აქ ნომრებს ვიპარავენო, ევაკუატორს ნომრები მოგხსენით, X-ის ასუმროს წინ გვეყენა. სუპრა გვეჩერა გარაჟში. გარაჟში არა მოიკაზე და ბარემ დილაზე წყალი გადავავალოთო და ჩავიდეთო, გავრიცხოთო, გავწკიყოთო და კარში გადმოყვნენ ზედ ბიჭები რა. აი უშინილიდან დაწყებული, დღევანდელი დღით დამთავრებული, აი იმენა ყველაზე გადმოყვა და ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს ყველას სათითაოდ. წავალთ ახლა დრაგზე და რავი, რა იქნება ვნახავთ კიდე რა. მე საპრიზოზე არა ვარ ჩამოსული. უბრალოდ კაი დროის გასტარებლად ვარ ჩამოსული და თან ორივე მანქანით გამოვალ გავერთობი რა და ბიჭებს ვალეშჩიკობ კიდე. ჩვენებს რაკერა და ტატო ორ კატეგორიაში გვინდა თასები რა. ხო და დანარჩენი ჩვენც რაღაცას მოვახერხებთ. ხა პირველივები არ გავარდებით.
შეოხოზე ვართორი ვარ. დაიწყო არა, მოვედით, ჯერ არ დაწყებულა. სუპრა დადის ესე თუ ისე, 0-100 არ გვაქვს, 100-200 გვაქვს. აი იქით დიდი აღმართი როა მანდ გავუშვი და 4-8-ში თუ 4-7-ში არა 100-200. X3-ში ეხლა სპირტს ჩავასხავთ და გავივლით ერთი გავლა X3-ითაც, ნახავთ რა როგორ 0-100 გავზომავთ. საფარი კაია, წებუ არ არის, მაგრამ საფარი კაია. ავი ბიჭებს უგულ შემატკივრებთ, რაკერა და ტატოს იმედი გვაქვს, რომ პირველებს წამოიღებენ, ტეტეთი და ლექსუსით, ალტეზით, ლექსუსია, მაგრამ ალტეზით. Z4-იც აქ არის, ეს Z4 საქართველოში იყო დრაგზე. ეს არის Toyota Supra BMW. რავი, დანარჩენს ნელ-ნელა კადრებს ავიღოთ, მანქანები რავი, კაი მანქანები ყავთ. ჩვენი ბიჭების პეპისია თოსემებით სავსეა აქაურობა. Ferrari მოვიდა, არ ვიცი რეს თუ არა მონაწილეობას და რაღაცეები. არ ვიცი, კაი დრაგი გამოვა რა. გავერთობით ყოველ შემთხვევაში სიტუაციას დავზვერავთ და შემდეგი დრაგისთვის უფრო მომზადებულები ჩამოვალთ კიდე. ეხლა წავედი X-ში გადავждები სპირტი, უნდა ჩავასხა. გავაზავ, ჯერ გავიგო ბენზინი რამდენი და რაღაცას მივყვები სტაბილურად. ელავიდან არ ჩამოგვედი, ჯო. რაკენი გააკეთე მანქანა. ბიჭო რა, 11 წამიანია. არა, უბრალოდ. რა, 11 წამიანია. ნოსტა ჩამოვედი, გავერთე ვიდეოს გადავედი. ორგანიზატორი მოვიდა და რადიო ჩართეო 106 და 5-ზე დრაგის ლაივი გადაიცა და ყველა მანქანას ვაწყადებთ იქო და ჩართე უსმენ, მაგრამ მესმის რა. Ասում քառակուսի են, ասենք զինվորականները նախկին սովետական բանակների են։ Գիգի მოიფიქრე ესეთი რამეები, შენც რომ მე ფურსით არ ირგინო და ყველას არ გვეძახო. ყველა იჯდება ეხლა თავის მანქანაში.
მოусმენს ჩვენ კი ვერაფერს ვერ გავიგებთ, მაგრამ ხო გითხრეს. მას კი ჩადაბიჭებს მოვიდნენ, ათო დარაკერა ხოძე არიან, X-ი ბიჭ 0-ას ვაფშე არა. 3-6-ვი არის 3-3-ის მოდირა და აქაური ჰაერი არ მოეწონა ეთქობა. აშკარად. და დიეია ძალიან მაღალი 1700 და 1800-ია. უზდოინაც 1000 მეტრი ზონზონი. ხა? ეს დორი 0-ას. 3-7 ეს დავდი რა. 1600-ია დიეი და 1100 მეტრი უზდოინი. არა გავერთობით რა. ეხლა ძალიან ბევრი ჰეითერი გამეჩნდება რა, იმიტომ რომ რო ვთქვა რომ ამ მანქანაზე ვირევი თქო, ანუ არა რა, სუპრა რა, არს ტრაქში წერია, არს დრიფტში წერია, არსად არ წერია იმენა, არსად არ წერია, პროსტა რაც ამას მუღამი აქვს, ავტობანზე რომ 4 ბარს ბერავენ და ათათათა გაივლის. всё, მთელი ამის кайფია ეგ რა, თორე 400-ში ეს არ წერია. ანუ ხო ვიცი დადის 6 წამშია გავლილი, მაგრამ ქარხნული არაფერი არ უდგას. დრიფტში არ წერია, იმიტომ რომ ძიმია და მოუქნელია, ტრაქში არ წერია იგივე მიზეზების გამო, ტრეკზე არ წერია, როცა გამოვიდა R34 ყველაფერში ჯობნიდა რა, RB26 უფრო მიჩვენია მე ვიდრე 2J-ზე. ისე რაც შეეხება კონკრეტულად ამ მანქანას, კაი ვიძია, საყვარლად იყურებ. აი ეს ღიმილი მომწონს ყველაზე მეტად რა. აი ბულკი ბავშვის თაბეჭდილებას ტოვებს, კულერიც უდგას, სავარაუდოდ კარგად არის აწყობილი. Сколько лошадь у вас есть? 400 ცხენზეა, турბო სავარაუდოდ შეცვლილი იქნება და კარგად არის შენახული. ну ზაზორები აქვს რაღაცები, მაგრამ კაი მანქანაა რა, ფერიც ძალიან უხდება და რო გაივლი ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს. დანარჩენი, რავი, სუპრა რა, უკრინანაც ნიჩეო. ახალი მირჩევია. ახალი მირჩევნია, იმიტომ რომ ტექნოლოგიურად ძალიან კაია. ნებისმიერ ამას ავტომარკეტს შოულობ, კარბონის კარი გინდა შოულობ. ამაზეც არის და რაღაცები არის, მაგრამ უკვე დაძველდა და ისე აღარ არის. კრილო გინდა კარბონის არის, კაპოტი, კრიშა, საბარგული, ნებისმიერ დეტალს შოულობ ყველაფერს. კარდანი გინდა, კარბონი არის, ყუმბარები, აი ყველაფერია რა, საიზე შეყოლდა, ნებისმიერ დეტალი შეგიძლია იყიდო ავტომარკეტი, ძალიან გამძლე და ძვირია, შენ პროსტა ფული გადაიხადე და ყველაფერი იშოვება. აქ რასაც მანქანებს უყურებ, ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა ეს არის, რომ არ გამოდის უბრალოდ რა. ცხენი რო კითხე 400 ცხენი აქვსო და უეჭველი მოუმატეს გაბერეს რა. მე რომ მეკითხები ან შენ სუპრას რამდენი ცხენი აქვს 700 ვეუბნები და ვაცოტავებ, იმიტომ რომ ვიცი რომ კარგად ვერ ვივლი და არა თქვა რომ 900 ცხენი აქვს და ესეც ცუდად რატო დადის. ყველას ხო ერა უხსნი რომ კარობკაში ნასტროიკა არ წერია და ესენი პირიქით უმატებენ კარში ცხენებს და შეიძლება რომ გაიაროს 270 კონდეს ან სტოქს რა აქვს 300 ცხენი კონდეს. კვალიფიკაცია დაიწყო. ადა ბ-კლასი აქაც არის და რავი დაგვათენდება ალბათ ზედ რა, თან ნაბახუსევი ვარ. გუშინდელი კადრები ხოა. იქნება. არა, ტუმბერეთ კონიაკები და კარგად დავლიეთ, ძალიან თავები გვისკდება სულ ყველას. წავედით საქართველოში. მე გადავები დედის წყნელად დადის. მოხევი. 10-0-ში დადის ბრატ. არში ამოვიღე და 53-ის შევხვდი ესევე. გამიჩალიჩეს. და რა არის 53? Ferrari pista 488-720 ცხენის ზალიანი, რომელიც 10-0-ში დადის და მე ვფიქრობდი პირველი იქნება ვინმე სულს შევხვდეთ, რომ საბურავები გავახურო, ფიზიკურად ვერ ვახურებ საბურავებს რა. ადგილზე უნდა დააბუქსაო, მასე გაახურავო და ჩემი მანქანა ადგილზე არ ბუქსაობს და ხვდები პისტას, იქნება დაიდუხოს რო დამინახავს და არ გამოვიდეს.
კაპოც აუხდი ჩავახედებ, მაგრამ ჩემი მანქანა საერთოდ ვერ დადის. სტარტში ისე გამიქცევა, რომ აზრი არ აქვს. სუპრა გამოეთიშა ესე ნახევარფინალში. წავედით. ნახევარფინალს კი არა, ტოპ 32-ში გამოეთიშე. იმედია არ დაილანჩება. ფერარს ახასიათებს ესეთი რამეები. წავედით. და ესეც გაგასწავლით ხო? მანქანას გაგისვრო ერთ-ერთი პრობლემა არ არის. მოკლედ შევხვდით ფერარს, აქ იმიტომ ვიყურები, რომ დრო უნდა გაჩვენოთ. პირველი გარბენი გავასწარით, სტარტი ყველა დავასწარით რა. მერე მეორე გარბენში ამომიგდო ბუსტის პრობლემა და კოლოფის პრობლემა, იმიტომ რომ კოლოფი დანასტროიგებული არ მაქვს და 0-100 არ მაქვს საერთოდ. და მესამე გარბენში შემასწრო, არ ვიცი, ალბათ 9 მეტრი. მაღლებში ძალიან ვეწეოდი, სტარტში მჯობნი და სასწაულად, აი 3 კორპუსს მასწრებდა სტარტში, იმიტომ რომ ფერარია ძრავი უკან აქ და სასწაული ლანჩი აქ. ჩას. 0-100 მაქვს 4 და 4 და 100-200 მაქვს 4 და 3. ანუ 0-დან 100-მდე უფრო ცუდად ვჩქარდები, ვიდრე 100-დან 200-მდე რა. და თან ეს ყველაფერი არის დაბალ წნევაზე. ამიტომ წნევას რო ავწიოთ, დაუწიოთ, გჭირდება ძრავის კომპიუტერი. რაკერას უკვე ველაპარაკე, ტურბოლამიქს ვაკენებთ. მერე ავტო ცოტა შეაფუძუნებს რაღაცეებს, ცოტა წნევას ჩავამატებთ. 35-ს ბერავდი ეხლა და თან 4 და 3-ში 100-200, 4-3 ერთში ვიარე. ვიარე 1800, 1900 დიეიზე და ზღვის დონიდან ვართ 1000 მეტრზე რა. აი მანქანისთვის ეს ცი როგორია? როგორც წყალში გარბენინონ. ხმელეთზე ხო უფრო კარგად ირბენ ვიდრე წყალში. აი იგივე სიტუაცია, მანქანა იხჩობა რა. ჟანგბადი საერთოდ არ არის და არაფერი არ ხდება რა. ეხლა ცოტა ხანში X-ით გავალთ და ნახოთ X-ი რას იზავს, თუ ისევ რაღაცა ესეთივე მანქანა არ დამაჯახეს, ქართველებს კაროჩე აი იმენა დაგვჩაგრეს რაღაც თემებში, იმიტომ რომ გორჩამ ვაფშე სხვა ციფრი ამოვიღო, ვაფშე სხვა ციფრი მიამოვიღე და ერთმანეთს შეგვახვედრეს და მე რატო და ჩვენ მეის ამოვიღე ერთნაირად როგორ და უიო გადაგვანაცვლეს, მე ეგრევე ფერარი მომიწია და კაროჩე აი რასაც უნდა, როგორც უნდა ისე ალაგებენ რა. ხო და ეგ ძალიან ცუდია, კვალიფიკაციაც რო არ არის, ეგეც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ კვალიფიკაციით მექნებოდა ეხლა მეორე დრო და ფინალამდე ფერარს არ შეხვდებოდით, მაგრამ რო ჩამოვედი მოსაგებად, ნომერ პირველი მანქანა არ მყავდა გამოვარდი, ეგ არის და ეგ გულს არ ვიწყვეტავთ, გავერთეთ, მაგრამ გულდასაწყვეტი ეგ არის, რომ პირველი გავასწარი და მომდევნო ვერ გავასწარი რა, მაგრად გამიტყდა და თან ისეთი დრო მქონდა, 11-0-ები მქონდა, ეგეც მაგრა გამიტყდა გუშინ წინ ღამე რო გავტესტე 3 როებში დავდიოდი 0-100 რო ეხლაც 3 რო მქონოდა აქ მექნებოდა 10-5 10-4 არა მოუხერხებ რამეს რა ერთი თვე მინდა რომ ტურბოლამიქი ჩამოვიდეს და ავაწყოთ და всё X-ი დადის ბიჭო რა თავარი ამის მერე ვის შევხვდები ეს ძალიან იოლი რუკმა შეხვდა
ნახევარფინალში ვარ რა. და ტეტე გავხსნა და პირველ დღეში. არა. ერთი მოუგე რა გავხსნა თორე ტეტე რო ზანჩქარია მანდ ეჭვი არავის არ ეჭვია. სუბარუს დავიჯიბე 4-ში. პირველი გამასწრო. მეორე ქრონომეტრაჟმა გაჭედა და მქონდა ფოსტარტი და გავასწარე. და გამთვალეს გასწრება. მე მესამე გარბენი კიდე გავასწარე. იყო გახდა 2-1 ჩემი იმაზე, მაგრამ აქ ქრონომეტრაჟმა რო გაჭედაო და შენ რო დაიძარიო, ანრიო არ დაიძრაო, კარგად ხო რა. და ერთი კიდე რო დაეჯიბროვო. ტეტეს მე ისევ წამოვედი ანრის დავეჯიბრე და ანრის კიდე გავასწარე. ხო და ეხა ტეტეს ვეჯიბრები ვარ ნახევარფინალში. მაგრამ ეხა ნახე რა ხდება. ნერვი მეშლება რაზე. როგორ შეიძლება მანქანა 0-100-ზე კარგი ხონდეს 100-200 და 200-250-ზე ყო არაფერს აღარ ვარ. სამი რაღაცაში და ტურბოლამი უნდა დავაყენო რა. ამიტომ მეზე პერსპონსორს კიდე საქართველოს სომხეთის ფინალია და წამოდი უყუროთ. პროსტა X-ი უნდა ჩავკეტო და ვინმე კარაულში დავტოვო ხო და იქ ფინალია რა საქართველოს სომხეთის იმენა ფინალია. აქ აურების ხაფანგი ეჯიბრება რაკერა. ხალხი ნახე. ყველა იქ არის და რაც შეეხება ჩემ გარბენს. ტეტესთან მაგ 1-1 ტეტე გაფუძდა და თუ ტეტე გაფუძდა ფინალში ვხდები გავდის ემოქს. წამო. იმასაც აუნთო წითელი და კარგი მაგრა ვიჩაგრებით რა. მაგრად ვიჩაგრებით კარგი რა. იმენა ვიჩაგრებით. ზეგან მასკუჩას პრობლემა მოშეექნა, ჭკუმი მოუვიდა რამის. ეხლა აქ ფოსტარტიო იმასაც გაუკვირდა, იმას ცხვირი გაუცურა მე მგონი. ვინც აქამდე უყურებთ, პირველ რიგში დიდი მადლობა. X-ით მეორე ადგილი დავიკავეთ და ვიარეთ 2, 4, 6, ანუ მე 3, 9, 11 გარბენი ვიარეთ და იარა, ყველა იარა, აი დაასვა 10, 1, 10, 2, 10, 3, ერთი გარბენი მქონდა 10, 5, ესა 10 არა. 11, 2, 11, 3, 11, 1, ერთი მქონდა 11, 5. ეგეც იმიტომ რომ პრიბორი გამეთიშა, აკუმულატორი მაქვს სუსტი, პრიბორი გამეთიშა და პროსტა დავზარი რა. მაგრამ მე გამოვასწორე, გზადაგზა მოვიდა, დენი ძაბა მოვიდა. ხო, კიდე სუდი და კაი დამთხოვები. სუპრა რამდენჯერაც დრაგის წინ გავრეცხეთ, იმდენჯერ პირველივე გარბენზე გამოვარდით. და დაგვიყვათ სუდად. სულ სუპრას გადავდევთ ზედ, X-ი გასარეცხით ვარ მოსული. X-ი არ გაგვირეცხია და კიდე დღეს შამპანურით გარეცხვა მოვიწევ. გადაო? Томиш мусарихтия? Кабаб соргозлеви? Итак, класс 4-4 дрэг-рейсинге. Третье место Даниэль Кучашвили. Второе место Бубу Кварманашвили. Первое место
Հարություն Հախվերդյան 4-4 ფეხი გადადგეს პირველ და დასრულდა სომხეთის ვოიაჟი და 1,000 წამოვიდეთ რა რესტორანში ვართ ახლა და დიდი მადლობა ვინც აქამდე გუგლეთ ყველას დიდი მადლობა მოლებისთვის უარხით გამოიწერეთ და დაალაიქეთ ვაფშე უგულესი მადლობა შევშტობებით დანარჩენი უკვე გადავიდეთ სუფრის საწყობას და X3 ყავს გასატესტი და იქამდე ვერ მივედი რომ მანქანა გავტესტო დრაგებს ვიგებ და მანქანა გასატესტი ყავს და ალექს და გავტესტოთ. ხო, Instagram-ზე მიდევს ის არარატის და ავიარე ერთი პატარა მოვაცურე გავტესტეთ და კარგად მიდის და მე გომბორის ასავლელი გვაქვს რა 15,000 გამოწერს.